ანტიტერორისტული ოპერაციის გარეშე ვერ მოხდება დეოკუპაცია, ანუ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის კუთხის გათავისუფლებაო. ესეთი აზრი ჰქონდა ჩვენს ძვირფას მაყურებელს, რომლის სახელსაგვარსაც შეგნებლად არ გამოვაჩინა ახლა ესეთი შინაარსის კომენტარია, რომ აქ უფრო შინაარსია მთავარი და ვფიქრობ, რომ ესეთი კომენტარების სახელები და გვარები არ უნდა გამოვიტანო ხოლმე. იმის გამო რომ ამ ადამიანებს მე რაღაცა თქვათ რაღაც მოკლედ ამას რა მნიშვნელობა აქვს ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ ჩემ აზრს ანტიტერორისტული ოპერაცია არის აუცილებელი ერთ-ერთი აუცილებელი მაგრამ არასავალდებულო ნაწილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგრამ არასავალდებულო ნაწილი დეოკუპაციისთვის და რატომ? იმიტომ რომ რეალურად სეპარატისტულ მოძრაობა ეს არ იყო მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი, ზოგადად როგორც ასეთი ყოველთვის ხდება ხოლმე მესამე მხარის ჩარევა. ეს სტანდარტული გეოპოლიტიკური შემთხვევა ხო? ნებისმიერ არც ერთ სახელმწიფო არ ცხოვრობს იზოლაციაში. ყოველთვის ერთ სახელმწიფოს ინტერესი იკუთება მეორე სახელმწიფოს ინტერესებთან და ასეთ შემთხვევაში ხდება მესამე მხარის ჩართვა და მესამე მხარის ჩართვა არ გულისხმობს რომ თუნდაც ის მესამე მხარე იქნება იზოლირებულად ჩართული ხომ ესეა. მაგრამ რა შეეხება საქართველოს შემთხვევას, განსაკუთრებული შემთხვევა იყო, იმიტომ რომ განსაკუთრებული ასე ვთქვათ, პედალირება არ იქნება სწორი სიტყვა, განსაკუთრებული კონცენტრაცია რუსული რესურსების მოხდა უშუალოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფზე, ეთნიკურ უმცირესობებზე. და ეს არ იყო შეფუთული ნაწილი. მიუხედავად იმისა, ახლა ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ჯეროდა თუ არა რუსეთი რამდენად სრული ძალით, სრულმასშტაბიანად ჩაერთვებოდა ამ ყველაფერთან დაპირისპირებაში. ამასთან დაკავშირებით იყო კიდე 2008 წელთან დაკავშირებითაც კი იყო, ხო, რაღაც გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ განსაკუთრებით ადრეულ 90-იან, თუნდაც ადრეულ 90-იან წლებში ახლა რუსეთის ფაქტორი იქნებოდა, რამდენად მყარი იქნებოდა რუსული მხარის დაბანდება, რესურსთ დაბანდება, ასე ვთქვათ, კონფლიქტში. ცალკე საკითხია, მაგრამ რეალურად იმდენად კონცენტრირებული და ღია იყო კონკრეტულ ჯგუფებზე, ეთნიკურ უმცირესობებზე, რომ ანუ ამ საკითხის გადახედვა და ამ საკითხის გადასინჯვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ანუ რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? როცა ხდება მესამე მხარის ჩარევა, ეს შეიძლება იყოს ფარული და ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, არაკე იერსახელ შესაძლოა კონდეს არაპირდაპირ მოდიოდეს მხოლოდ ფინანსები ან მხოლოდ გარეძალის ჩარევა მაგრამ ქართულ-რუსული კონფლიქტი არის ჰიბრიდული რატომ ამბობთ რომ ეს არის ჰიბრიდული ხასიათის რამდენიმე დონეზე მიმდინარეობდა აქ ხომ არ იყო მხოლოდ 92-13 წლის ცხელი კონფლიქტი მანამდე იყო ცხინვალის კონფლიქტი მანამდე იყო ამასთან კომბინაციაში მიმდინარეობდა ლიხნის წერილი ამას ლიხნის შეკრება ზოგადად 99 წლის მარტში აქამდე იყო კიდევ საკავშირის პერიოდი დის ქექვაში რომ აღარ წავიდეთ მოგვიანებით 2008 წელსაც ასე ვთქვათ რის თქმა მინდა მთავარი აზრი რომ არ გამექცეს მთავარი დასაყრდენი როდესაც არის ორი კონკრეტული ჯგუფი ნუ ერთი კონკრეტული ნიშნის ქვეშ გავერთიანოთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები კონკრეტულად ეთნიკურად აფსოა და ეთნიკურად ოსი ხალხის აი ამათი გაერთიანება მოხდა კონკრეტული ფიგურების გავლით ხომ კონკრეტული პოლიტიკოსების გავლით შესაბამისად თუ არ მოხდება და რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიტერორისტული მოქმედებები, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი ანტიტერორისტული ოპერაცია რომ მოახდინო, გამოდის რომ რაღაც მხრივ ორი შესაძლო ვარიანტია, ერთია რომ ეს ხდება რუსეთთან შეთანხმებით, როდესაც ის უბრალოდ არ ერევა და შენაგვარებ შიდა საქმეებს და არ ვიცი ჯარის გამოყენებით აკეთებ ამას, ალის დემონსტრირებით აკეთებ ამას მაგალითად, არ ვიცი შესაძლო ვარიანტი რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად რუსეთის ავტონომიებში, იგივე იქნება ჩეჩნების ავტონომია, იგივე იქნება ეთნიკურად ოსების ავტონომია, რომელიც ალანიაში აქვს, დღევანდელ ალანიაში და ასე გავიმეორებ ჩრდილოეთ ოსეთის, იმიტომ რომ ეს ჯდება იმ მომენტში, რომ მაშინ სამხრეთ ოსეთი არსებობს, არა. მაგათ ორი სახელი აქვს, ახლა ჩრდილოეთ ოსეთი ალანია, არანაირი ჩრდილოეთ ოსეთი და აქ არავინ არ ჩათვალოს, მე პირადად ვფიქრობ, რომ აქვს ამ ხალხს, ჩვენს მოსაზღვრე ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, საკუთარი აქვს უფლება, რომ პრეტენზია წამოყენონ. საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ამათ არანაირი უფლება და მაგრამ საქართველოს შემთხვევა სრულიად განსხვავებული იყო. საქართველოს შემთხვევაში საქართველოს იყო ერთმფლიანი ტერიტორიული ერთეული და მოხდა მისმფლიანი ოკუპაცია. ნუ ტაუკლარჯეთს თუ არ ჩავთვლით, ტაუკლარჯეთი ჩვენ დასაუბედუროდ ვერ მოახდინა რუსეთმა მაშინ ოკუპაცია, მაშინ ეს გვაწყობდა და მე მიკურსა საქართველოს ამ ნარატივს გავურბია ხოლმე მე არც ამ ნარატივის არ მეშინია. მაგრამ რაც მართალია რუსეთში რა ავტონომიებით არსებობს ჩვენი მოსაზღვრე ჩრდილოკავკასიელ ხალხებს გულისხმობ, მათ აბსოლუტური უფლება აქვთ რომ მოითხოვოთ დამოუკიდებლობაზე ქონდეთ პრეტენზია, იმიტომ რომ როცა რუსეთი ჩნდება, მათ უმრავლესობას ჰქონდა საკუთარი ტერიტორიული სუვერენული ერთეული, მაგრამ საქართველოს შიგნით ეთნიკურად აფსოა ხალხს საერთოდ არ ჰქონდა არანაირი საკუთარი დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეული, ხომ? იმ რიცხვს კი არა ვკაცრავთ, აფხაზეთის სამეფო არის ქართული სამეფო და ამაზე რა ვიცი არც ერთი პატიოსანი, მოდი ესე ვთქვა ვიხმაროთ, არც მკვლევარი და არც პოლიტიკოსი არ დარდობს ახლა ცოტა ისეთი ჭორობის დონე და მხოლოდ
ფულის სანაცვლოდ მოლაპარაკე ხალხისთვის, ამაზე საუბარი, ახლა საერთოდ მეტი ამ დეტალებში არ შევიდეთ, თუმცა ისიც გამოწვევა და ამაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი. და რომ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, ხო, მაშინ გიწევს ჯარის გამოყენება. მაგალითად, მოითხოვეს ავტონომიებმა გამოყოფა რუსეთის ეკმოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შესაბამისად ჩვენ ადრეულ 2000-იანებში ეს აღიარებულიც არის, რომ ჩვენ მაშინ ამ დეტალებში არ ვიცი ახლა რამდენად დღის შესვლა, რომ მაშინ ჩეჩნებს ასე ვთქვათ, ჩეჩნების სასარგებლოდ არ ჩავერთეთ ჩეჩნების ომში, ხო? რაც აბსოლუტურად გამართლებული იყო. ჩეჩენი ხალხი მუდმივად ახდენდა ქართველი ხალხის, ასე ვთქვათ, გენოციდის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, როგორც ერთ-ერთი სუბიექტი, ერთ-ერთი დამოუკიდებელი ფაქტორი იყო ეთნიკურად ჩეჩენი ჯგუფი, რომელიც მართალია იმართებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ხო წამყვანი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იმართებოდა ფაქტია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ. და სადაც მივდივარ, ხო, ასეთ შემთხვევაში ოკეი, შესაძლებელია. დღეს არა, მაგრამ თავდაპირველად როცა უკრაინის ომი დაიწყო, პუტინი პირდაპირ აცხადებდა, რომ უნდა მოეხდინა დენაციფიკაცია, ხო, უკრაინის, ანუ ასე ვთქვათ, ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა. ანუ ეს ძალიან პირდაღებული ფრაზაა, როდესაც ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებდა. თან ამას ძალის დემონსტრირების გარეშე ვერ ახერხებ. ეს მეორე იდეალური შემთხვევაა. პირველი იდეალური შემთხვევა იდეალურში არ გულისხმობ იმ, მოკლედ ეს მეორე ვარიანტია რა, იდეალური შემთხვევა არ არის ძალის დემონსტრირება, იდეალური შემთხვევაა და ბევრი გამოწვევა ახლოს და ძალიან მეტი გასავლელი, რომ ცეცხლი არ დაიყვაროს. და პირველ შემთხვევაში როცა შერიგების საფუძველზე და მოლაპარაკებების საფუძველზე ხდება ეს ყველაფერი. აი ასეთ შემთხვევაში შენ როგორც უმრავლესობა არ ახდენ ოპერაციას და შენ როგორც უმრავლესობა არ ახდენ დენაციფიკაციას, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი სამართლებრივად ნელ-ნელა იწურება და სამართლებრივად ნელ-ნელა ლაგდება საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის კონსტიტუციის ნორმების აბსოლუტური დაცვით, ანუ ეს უფრო მტკივნეულო და ეს უფრო სანდო მეთოდია.